ნიკა ეს საინტერესო გახდა დღეს ამ ფრაგმენტის კიდევ ერთხელ ამ ფრაგმენტთან კიდევ ერთხელ დაბრუნება კორუფცია არ ქვია მაგ მუხს ამბობს ირაკლი კობახიძე და ამ კითხვის დასმა მოდი აქედან დავიწყოთ რატომ ჩათვალეთ საჭირო რატომ იყო ამის დაზუსტება საჭირო ვინაიდან მუხლის ფორმულირება სხვა არის მაგრამ ისინი მუდმივად ზოდებით ჯერ მარტო მათთან დაკავშირებული მედიები ღარიბაშვილზე ლაპარაკისას მუდმივად ფონად სადღაც ოქროს ჯაჭვები ჩანს ანუ მუდმივი ხაზგასმა მიდის რომ ეს კორუმპირებული კაცია და მაგრამ თან ამბობენ რომ კორუფცია არ ქვია მაგ მუხს თქვენი მხრიდან რატომ იყო ამის დაზუსტება საჭირო კობახიძესთან მოგესალმებით ნიკა გილოცავ ახალი სეზონის დაწყებას მადლობა მაყურებელს პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ კი რა თქმა უნდა ამ შეკითხვას სვამდი გააზრებულად მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ იმ მუხს მართლა არ ქვია კორუფცია რაზეც ღარიბაშვილი ზის და მაშინ მოხდა ესეთი ამბავი რომ ღარიბაშვილი დააკავეს თქვეს რომ ოქროს ზოდები მილიონები აღმოუჩინეს და ასე შემდეგ და მთელმა ერმა გავიგეთ რომ ღარიბაშვილი დააკავეს კორუფციაზე და სამართლებრივად როცა ჩავიხედე ხედავ რომ კორუფციულ ბრალდებით, ქრთამის აღებით, ტენდერიდან ფულის მოტეხვით და ასე შემდეგ ეს კაცი არ ზის. ზის იმაზე, რაზეც შეიძლება, რა ვიცი, ყველა იჯდეს ქართულ ოცნებაში, რაღაც სადღაც რაღაც არ დაადეკლარირა. ანუ საჯარო აღქმები ქართული ოცნების მენეჯმენტისგან იყო ის, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია და ამას აკეთებდნენ და მეორე მხრივ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ქონდა გამოტანილი. და საბოლოო ჯამში აქ შეკითხვაზე პასუხი არ შეეძლო კობახიძეს რო გაეცა. ის თუ გამცემდა პასუხს და მეტყოდა რომ დიახ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული კაცი, მაშინ რომ ბრალში ეს რატომ არ წერია? სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს რატომ არ არის? შეკითხვა ეს იქნებოდა და თუ მეტყოდა რომ არა ღარიბაშვილი არ არის კორუმპირებული, მოიცა ის 6 მილიონი, ის ოქროს ზოდი, ის მერსედესის ოქროს გასაღებზე ჩამოსაკიდი და ასე შემდეგ, ანუ არ არის კორუმპირებული ღარიბაშვილი. ფათაშორის სულ არ გამოვრიცხო რომ ძალიან ბევრი რამე იყოს ღარიბაშვილის, მაგრამ ეს კადრებიც იცით როგორ გამოაქვეყნეს? აი რამდენიმე სახლიდან ამოიღეს, იყო ასე და არეული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ვინ არ ვიცი ალბათ ვინმე პატრონი თავის ოქროს სამკაულს მოაჩენდა რომ ის იქ ჩემია, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რომ კონკრეტულად რა ნივთიბის ეკუთვნოდა. ესეც იყო აღქმების გასაძლიერებლად აღქმების ომი იყო და ესეთი სტრატეგიებით ომი ოცნების ხელწერა. აქაც ზუსტად მისი სახლიდან რა იყო ამოღებული, ზუსტად ლილუაშვილის სახლიდან რა იყო, ან სხვების სახლიდან ასე გამიჯნული, აქაც არ ყოფილა სხვათა შორის. კი, გამიჯნული არ ყოფილა, გასაგებია და ნუ რო გავაგრძელოთ მსჯელობა, ჩემ აზრს გეტყვი მაშინ რა მოხდა რეალურად, ხო? რეალურად მოხდა ის, რომ სხვა გადაცემის რეკლამირებას არ ვახდენ, მაგრამ ღარიბაშვილს აქ ერთი ინტერვიუ ნოე სულაბერიძესთან და ის საუბრობს ორჯერ როგორ მოვიდა პოლიტიკაში აღტკინებით. ის ერთხელ საუბრობს როგორ იყო აღტაცებული ვარდების რევოლუციით და სააკაშვილით კი არ ვიგონებ არაფერს. ეგრე იყო ზუსტად. საუბრობს რომ როცა ვარდების რევოლუცია ხდებოდა, როგორ უნდოდა რომ აი ახალი მთავრობაში ემუშავა თუ რაღაც მსგავსი და გამოჩნდა მაშინ ბიძინა ივანიშვილი ვინც კერძო სექტორში დაასაქმა და მე ვკითხეო ჩემს მეუღლესო და დაველოდები როდის მე პოლიტიკაში ჩავერთვებიო და მე ყვება 2012 წელს როცა ივანიშვილმა წერილი მომცა მიდი და გამოაქვეყნეო ღამ ესე იგი თქვიო რომ აი ეს ის მომენტი დადგა რაც მინდოდა რომ მე პოლიტიკაში შენახული მაქვს ახლაცო და მან თქვა რომ მე ველოდებოდი ამას წლები რომ პოლიტიკაში მოვსულიყავ და როგორ განიცდიდა ამას რომ კერძო სექტორში იყო და არა პოლიტიკაში და მეორე იყო როდესაც ივანიშვილმა ის გაუშვა ყვება რომ მე წავედი ათონის მთაზე რომ დეტოქსი განმეცადა მე ნერვიულობდი მე ცუდად ვიყავი მე უფალი უნდა მეპოვა აი ის როდესაც პოლიტიკიდან გაუშვა ღარიბაშვილმა და მე ისევ გამოჩნდა ბიძინა და ისევ დამაბრუნა პოლიტიკაში ანუ თქვენ ამ ინტერვიუში დაინახეთ პოლიტიკით მოწამლული ადამიანი ეს არის კაცი რომელიც ეხლა ზის ციხეში და ეხლა განადგურდება იმიტომ რომ პოლიტიკაზე უარი არ თქვა მისი პირველივე წერილი იყო ის, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და ის ახლა არის პოლიტიკაში. ეს არის კაცი, რომელიც ჩაჯდა ციხეში, ხმის ამოუღებლად და გათვალა, რადგან ამაზეა ხო ახლა ამ წუთას თქვენი შეკითხვა და გადაცემა რა ხდებოდა, ჩემ აზრს გეუბნები და ჩემ აზრს. კი, რა თქმა უნდა, საინტერესო მოყვებით და მეც შეკითხვები. კი ბატონო. მან გათვალა ესე, რომ
ის ჩაჯდებოდა რამდენიმე წელი ციხეში, შეიძლება 1-2, შეიძლება მერე შეეწყალებინათ თუ ასე შემდეგ. ის იჯდებოდა ბრჭყალებში კაცურად, ხმას არ ამოიღებდა და როდესაც კობახიძეს, მდინარაძეს და სხვებს ფეხი წაუცდებოდათ, მოიყირჭებდა ივანიშვილი. და ან ოპოზიცია მოძლიერდებოდა და კობახიძეს ფეხი წაუცდებოდა, ამიტომ უფრო მეტად ან ივანიშვილს მოყიჭდებოდა ან ასე შემდეგ, მერე დადებდა ზუსტად იმ წერილს, რა წერილიც გამოაქვეყნა. და რა წერილი დადაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, რატო ვზივარო ციხეშიო? არა თუ კორუფციული დანაშაული არ ჩამიდენიაო. საერთოდ არაფერი ბრალი არ მიმიწვის, უბრალოდ გუნდის და ივანიშვილის პატივისცემის გამო თუ ეს ასე იყო საჭირო, ეჭვებს და შურს შევეწირეო. მეო კაცურად ვზივარ ციხეშიო, უდანაშაულო კაციო, არა თუ კორუფციაში არა ვარ გარეულიო, საერთოდ დანაშაულიც არ ჩამიდენიაო. აიო, მამუკა მდინარაძე მებრძოდაო, თორე ივანიშვილი რაშუაშიაო და რა თქვა, მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს 4ჯერ გადაყენებული მამუკა მდინარაძე გადააყენე მეხუთედ, დააბრალე მას ყველაფერი, ვითომ ეგ ყველაფერი მამუკა მდინარაძემ და კობახიძემ გააკეთა, ნუ კარგი მდინარაძეს მაინც დააბრალე, თუ კობახიძეს ვერ გაწირავ, მოახდინე ჩემი რეაბილიტაცია და დამაბრუნე როგორც ჩემი გუნდის ერთგული წევრი. ეს არის ღარიბაშვილი, რასაც აკეთებს. იმ წერილში მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არის მართალი. რაც გამოაქვეყნა ღარიბაშვილმა. რა წერია? ანუ ატაჩმენტი, რომლითაც პირველი გზავნილი, რა. მოგონა ის ვთქვათ, მიკრული ღარიბაშვილის ადვოკატი, ღარიბაშვილის უფლებადამცველი პირველ პირში წერს, ესე წერს. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი. ან ჩვენ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ან მეორე წერს. არ დაგემატება არც ერთი წელი. არაფერი არ დაგემატება ციხისთვის. შენ უბრალოდ აღიარე კორუფციული დანაშაული და მორჩა, საქმე გაკეთებულია. და რას აკეთებს ღარიბაშვილი? ამბობს, რომ მე არ ვაღიარებ კორუფციულ დანაშაულს. და დებს ამ წერილს. ანუ თუ ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წასული იყო, რა პრობლემა ეღიარებინა კორუფციული დანაშაული, ისედაც ნახევარმა საქართველოს ზუსტად არ იცის, რატო ძის ნახევარ საქართველოს ეხტკერა და მთელ საქართველოს დარწმუნებულია, რომ კორუფციაში გარეულია, მაგრამ აი ზუსტად მუხლებში არავინ არ ერკვევა, ხო? და ადამიანმა, ღარიბაშვილმა, იმისთვის რომ არ ეღიარებინა კორუფციული დანაშაული და მას მიაწვნენ, რომ ეღიარებინა ეს კორუფციული დანაშაული, ამისთვის ბრჭყალებში აფეთქდა და მეორე წერილში წერს ასევე, რომ თქვენ ამაფეთქეთო და წერს მდინარაძეზე და კობახიძეზე. ბატონო ბიძინა, ამათ ამაფეთქეს, თორე მე ხომ იცით თქვენი ერთგული ვარო და საბოლოო ჯამში რომ შევკრა აზრი, ეს არის ბრძოლა იმ კაცის, რომელმაც ამ ქვეყანაში მოიპარა ათობით და ასობით მილიონი. ივანიშვილის ხელდასმით, რა თქმა უნდა. მერე ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ფულიდან დაეფერთხა და საერთოდ მოეშორებინა და ეხლა ის ბედავს და იქიდან ევაჭრება ივანიშვილს, რომ მოდი ყველაფერი გადააბრალე მდინარაძე კობახიძეს და ისევ მე მომიყვანე, რომ ისევ მე მოვიპარო და ისევ მე ვიყო ძალაუფლებაში და არა მგონია რომ სამართლიანი იყოს. ასეთი მიამიტია ღარიბაშვილი, რომ გონია ეხლა რომ შეიძლება ივანიშვილის ფავორიტების სიაში აღარ შედის მდინარაძე ან არ ვიცი რა ეტაპზეა მასთან ურთიერთობაში ან მის კარზე, მაგრამ ასეთი მიამიტია, რომ ფიქრობს, რომ ეხლა ვინმე მას ციხიდან გამოიყვანს და ვიწრო წრეში მართვაში ჩართავს. ამაზეა გაცვლა ეს წერილი? დიანა, როგორც პირველ წერილში წერია, მას ჰქონდა ორი ვარიანტი. ან ებრძოლა, ან ეღიარებინა. ან უნდა ეღიარებინა კორუფციული დანაშაული და უნდა მოკვეთილიყო ქართულ პოლიტიკას და უნდა ეთქვა, რომ დიახ, მე ვარ ის კაცი, ვინც ოქროზოდებს ინახავდა, ეღიარებინა მოეყოლა ეგ ამბავი. სამაგერთ ოჯახსაც დაიცავდა ალბათ ასე, არა? ან ეგ უნდა გაეკეთებია. ეს როგორ იქნებოდა? ეგ უნდა გაეკეთებინა და არ გაუარესდებოდა სიტუაცია არაფრით. წლებით ყოველ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში წლებით, პოლიტიკაში რა თქმა უნდა გაუარესდებოდა, მაგრამ მეც არავინ არ დაუმატებდა, ან ეგ უნდა ექნა, ან უნდა ებრძოლა. მან გადაწყვიტა, რომ იბრძოლოს. მან გადაწყვიტა იბრძოლოს არა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, არა იმისთვის, რომ რაღაცა ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. მან გადაწყვიტა იბრძოლოს, რომ კობახიძე ჩაანაცვლოს მან და გააგრძელოს ფულის მოპარვა. საბოლოო ჯამში ის რისთვის იბრძვის? ივანიშვილის კარზე იბრძვის, რომ დამაბრუნე, ყველაფერი დააბრალე მდინარაძე კობახიძეს და მე დამაბრუნე და დაბრუნება უნდა ისევ იმისთვის, რომ ისევ მოიპაროს და ისევ რაღაცა ჩვენ გვეძახოს აკაცუკები, დაგვარბიოს და ასე შემდეგ. და მე არ მგონია, რომ სამართლიანი იყოს იმის თქმა, რომ ან რაიმე სახით პოლიტიკური პატიმარია,
აი დავასრულებ და რაიმე სახით პოლიტიკური პატიმარია. რატო? თუ საუბარია იმაზე სამართლიანია თუ არა ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის. მაგრამ ეგრე 14 წელია უსამართლო სასამართლოა მინიმუმ და 99% ვინც ეხა ციხეშია 2012 წლის მერეა დაკავებული. მაშინ ყველა ვინც ციხეშია, მათ შორის ორდინალურ დანაშაულებზე, გამოსაშვებია, იმიტომ რომ ყველა პოლიტპატიმარია და მე მგონია რომ ყველა გამოსაშვები არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი სასამართლოა და ღარიბაშვილიც არ არის გამოსაშვები ციხიდან. კი ბატონო, ნახე, იქ ერთი მომენტი იყო, ასეთი ეუბნება, ვთქვით, მე უთხარიო, რომ შემოგთავაზებ ხერხს თუ ვერსიას ჩემეულს, როგორ დავაზღვიოთ ჩემი პოლიტიკაში მოსვლაო. აი ამ საპასუხოდ ამბობს, მოკლედ შევთავაზეო, მდინარაძე შეუთვალეო პოლიტიკაში დაბრუნების რისკს რაც შეეხება, აი როგორ დავაზღვიოთ. თუმცა ის არ ამბობს, რომ აი პოლიტიკას არასდროს გავეკარები. ამბობს, რომ ეს ჩემი საკუთარი თავის და ოჯახის დასაცავად ვაკეთებ, მაგრამ ასეთი 100%-იანი გამორიცხვა პოლიტიკაში ყოფნის მისი არ არის. ანუ ესეც გიმძაფრებთ თუ არა იმეჯს, რომ აი პოლიტიკაში ყოფი კაცის წერილებს ვკითხულობ ჩვენ. არა, დიანა, უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ანუ შეუძლებელია ამ წერილებს უყურებდე და არ უყურებდე პოლიტიკაში მყოფი კაცის წერილებს. კაცი, რომელიც მის დროს ელოდებოდა. კაცი, რომელიც მასა უნდოდა რომ ეს წერილი, რომელიც გამოაქვეყნა, პოლიტიკაში დაბრუნების წერილი, შეიძლება უნდოდა რომ ცოტა გვიან გამოექვეყნებინა, მაშინ გამოექვეყნებინა, როდესაც უკვე მოძლიერებული იქნებოდა მისი პოზიცია და ახალი ბრალით მიწოლამ დააჩქარა ეს პროცესი. და დღევანდელი მენეჯმენტი იქნებოდა დასუსტებული, მაგრამ როდესაც მიაწვნენ და უთხრესო შენ უნდა აღიარო კორუფცია, ის მიხვდა რომ ან ახლა ვიბრძვი, ან თუ ვაღიარე აღარ მექნება შანსი. ცოტა თავში გადავახვიოთ მაშინ, რატომ არ იყო თავიდანვე კორუფციის ბრალდება მის მიმართ? თუ ოცნება ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა დამზღვევი, რომ ის არასდროს პოლიტიკასკენ არ გაიხედავდა, რატომ თავიდანვე არ იყო? თუ აუცილებლად საპროცესო შეთანხმება უნდა ყოფილიყო და ღარიბაშვილი უბრალოდ ამ ტიპის ბრალზე შეთანხმებაზე არ გავიდა. ივანიშვილის სტილია ეს, ის ნელ-ნელა გუდავს. თავიდან მახსოვს დაიჭერენ, არ დაიჭერენ, მერე იყო დაიბარებენ დაკითხვაზე, არ დაიბარებენ, მერე იყო გამოუშვებენ, არ გამოუშვებენ, ანუ დაკითხი შეიწყალებენ, არ შეიწყალებენ. მერე იყო ეხლა რა და ეხლა რა. ივანიშვილის მოქმედების სტილია რომ ის ნელ-ნელა გუდავს. ანუ ნელ-ნელა მან საცეცები ჩაუჭრა, ფული ჩამოართვა, ზეწოლა განახორციელა, ჯერ დაიბარა, მერე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მერე ციხეში ჩასვა და ეხლაც უკვე იმდენად მოწყვლადი გახადა რომ ნელ-ნელა ეხა უნდა რომ ეუბნება რომ ეხა აღიარე კორუფციული დანაშაულიც. საქმე ისაა რომ მან ამბავი მარტივია. ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ არ ჭირდება ლილუაშვილი, არ ჭირდება ღარიბაშვილი. მან გადაწყვიტა რომ რა თქმა უნდა ესეა რა, მან გადაწყვიტა რომ აი ეს ხალხი ჩემი შექმნილია, ლიფტიორებიდან მე გავაკეთე ადამიან, პოლიტიკოსებად, რა თქმა უნდა, ლიფტიორებიდან ეს მისი ციტატა. ხო, სხვისგან ვიცით ეს გოგოლაძისგან თუ არ ვიცი, რომელიც გვარამიას მისცა ინტერვიუს, ასე ამაყობდა. შეიძლება გვარი არ მახსოვს. მან გადაწყვიტა რომ ამ ხალხმა მას რაღაც ეტაპზე შეიძლება გადაწყვიტა რომ უღალატა, შეიძლება რომ ნაკლებად არიან სანქცირებულები და მაგიტო უღალატა, შეიძლება არ გონია ეხა რომ ნამდვილად არ მგონია იმას არ განვავითარებ რომ კორუფციას აკეთებდნენ ივანიშვილის ცოდნის გარეშე. უბრალოდ მან გადაწყვიტა რომ ეს ხალხი არ ჭირდებოდა და მათ უთხრა რომ ეხლა თქვენ უნდა დაიცალოთ. თქვენ უნდა დაიცალოთ თქვენი ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალისგან. დაიცალოთ და დაიცადოთ. და დაიცალოთ. დაცდაზეც აღარ არის. უნდა წახვიდეთ, დაიცალეთ, დაირეკეთ, ჯიბეში რაც გაქვთ, გადმოყარეთ, პოლიტიკური კაპიტალი რაც გაქვთ, ეგეც დადეთ და წადით. და არ არის ეგრე რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური კაპიტალი არ ქონდა, ქართულ ოცნებაში ქონდა. ეგ არის საინტერესო. დღეს ანდრო რაქვიაშვილი ამბობდა რომ 5 წლიანი ბრალი იყო მასზე და 5 წლის შემდეგ ის რასიზმდა პოლიტიკაში შემოbrunდებოდა თუ არა ამის შესახებ ახლა რატო იქნებოდა დავა ვერაფრით ვერ ვიგებო, იმიტომ რომ აი 20-31 არის დაახლოებით თუ 32 არა, როცა წესით გამოვიდეს უნდა ეს 5 წლიანი პატიმრობა რომ ჩამთავრდეს და აი 5 წლის შემდეგზეა ახლა ვაჭრობა? ვაჭრობა არის იმაზე პოტენციურად ღარიბაშვილი ამბობს თუ არა რომ მე ჯიბეებიც დავფერთხე
და ბატონო ფული რაც მოვიპარე ქვეყნიდან თუ ასე შემდეგ აგერ შენ პირად ყურებაში და საერთოდ ამბიციებიც არ მაქვს და მე მივიღე სასჯელი ამბიციებისგანაც დავიფერდე და ამბიციებისგან დავიფერდე წავედი ამას იტყვის თუ არა მაგაზია მარტო ვაჭრობა და თუ ეგრე არის რომ ის დაიფერთხა, დაიცალა, ამბიციები არა აქვს და ისევ არ უნდა რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს, რომ ისევ ეს ქვეყანა ძარცვოს, თუ ეგრე არის, მოეწერა ხელი რა, ღირსება აქვს და ღირსების გამო არ მოაწერა ხელი. ღარიბაშვილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უღირსი ადამიანია, ვინც მინახავს ტელეეკრანზე, რომელსაც შეეძლო 15 სიტყვაში 16 მადლობა ეთქვა ბიძინა ივანიშვილისთვის და რა ღირსების გამო არ მოაწერა ხელი კორუფციულ დანაშაულს თუ კორუფციაში გარეული არისო. რა თქმა უნდა იყო გარეული და რა თქმა უნდა ღირსება არაფერ შუაში არა. ნახეთ თქვენ თქვით რომ ივანიშვილი ნელ-ნელა გუდავს ასე მიპასუხეთ, მაგრამ მაინც დაუბრუნდები. თუ ადვილი იყო ამის დამტკიცება და ადვილი შესაძლებელი იყო. რატომ ასევე ამ ბრალით არ წავიდა? მოკლედ გიპასუხებთ მაგაზეც ლილუაშვილთან დაკავშირებით. მე მგონი 7 თვე ის კაცი ისე იყო ციხეში, მისი გუნდის წევრს ხელი არ ჰქონდა დადებული ლილუაშვილისთვის და ბოლოს რომეო მიქაუტაძემ დაადო. ეგრე ყოველთვის არის განცდა ივანიშვილის როგორი მართვის სტილი აქვს. ივანიშვილს აქვს მართვის სტილი, რომ ვიღაცას წინ წაწევს, ვიღაცას წამოწევს, ვიღაცას თავში ჩაარტყამს, ვიღაცას დააწინაურებს. მუდმივად იქ შიგნით ქართულ ოცნებაში არის ესეთი ამბავი, რომ იქნება და ეხლა გადაუბრუნდეს ამას ფეხი და მერე ჩვენ ისევ ჩვენი რეაბილიტირება მოხდეს. ამიტომ არავინ არ ჩქარობდა და ყველა რაღაცნაირად ცდილობდა გაეძლო, რომ ხელი არ დაედო ღარიბაშვილისთვის და ლილუაშვილისთვის და ბოლო მომენტამდე ხელი არ დაუდია რომეო მიქაუტაძეს მათ შორის ლილუაშვილისთვის, მაგრამ მე ხელი დაადო. შეიძლება იქ რომეო მიქაუტაძე უკვე მზად არის რომ დაადოს ხელი ასევე მის უახლოეს მეგობარს კორუფციულ წერილში წერია რომ რამდენიმე საქმე ინტენსიურად მუშავდება ახლა და ერთ-ერთზე შევჯერდებით. ხო და არ აღიარა ღარიბაშვილმა, მაგრამ საქმე ის არის რომ მინიმუმ რომეო მიქაუტაძით ფორმალურად სამართლებრივად ეს ამ საქმეს შეკრავდნენ და ღარიბაშვილს კორუფციულ დანაშაულში აუცილებლად დაადანაშაულებდნენ. უბრალოდ იტყოდნენ რომ ეს არის კორუმპირებული. ამის მერე კობახიძე გამცემდა პასუხს რომ დიახ კორუმპირებულია. ისეთი ეს თქვა ხანგრძლივი და გვერდის მარტივი ამის თქმა უნდა დღეს როცა იტყვი რომ არის თუ არა ლილუაშვილი კორუმპირებული, გეტყვიან რომ კორუმპირებულია. მორჩა ეგ კაცი. მისი საცეცები ვინც ხართ რეგიონებში მორჩა დაივიწყეთ. თუმცა ხელისუფლება თუ ებრძვის კორუფციას, მათ შორის თუნდაც ქუთაისი ვინც გადაჭამა 1-7 წელი იუზა უგულავა, ის რატოა გარეთ? მაგაზეც პასუხი უნდა გასცენ. ლილუაშვილის კადრი ქუთაისი ვინც გადაჭამა, ყველა ტენდერში ვინც იყო და მილიონები ვინც მოიპარა იუზა უგულავა არის დღესაც გარეთ და ეგ თუ კორუფციას ებრძვიან, მაშინ შეუძლიათ რომ ეს ხალხიც დაიჭირონ და დღესაც არ გააგრძელონ კორუფცია, მაგრამ ეს უბრალოდ გადახვევა. მაგრამ მივალთ ზოგადი სურათის ჯამში ამბავი მარტივია. ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ეს ხალხი უნდა დაიფერთხოს პოლიტიკური კაპიტალისგან, ფინანსური კაპიტალისგან და წავიდეს სახლში. რა პროცესიც ახლა მიდის ეს წერილების სერია, ეს ივანიშვილმა არაფერი იცოდა, როგორ ფიქრობთ ამის შესახებ და რას ერთი კითხვა მაქვს ასეთი. ნახეთ, ხომ არ ფიქრობ რომ როცა როგორც თქვენ ხსნით რომ ამ წერილით ღარიბაშვილი ეუბნება რომ დინარაძე ეხლა გვერდზე გაწიე და მე დამაბრუნე, შეიძლება მას არ აბრუნებს, მაგრამ ღარიბაშვილი ყვება რომ ეს წერილი ივლისშია გაგზავნილი მასთან. თუ იცის ამ წერილის შესახებ, ნახეთ, თუ იცის ამ წერილის შესახებ ივანიშვილმა, ივლისი არის ის პერიოდი, ივლისის ბოლო დღეს 29-ში თუ არ ვცდები, გამოვიდა შაბათ დღეს კობახიძე, არაფერი არ მოასწავებდა, არაფერი საჩქარო და აუცილებელი არ იყო და თქვა რომ დინარაძე აღარ იქნება ძალოვნების კურატორი და გადავა სადღაც, სადაც 2 თვეში უნდა ესე ვთქვათ გაუქმდეს საერთოდ ეს სამინისტრო. მოკლედ, იმ ტიპის ცვლილებაზე ილაპარაკა, რომელიც იმ დროს საერთოდ არანაირი დროში არ ითმენდა, რომ ეს იმ შაბათ დღეს 29 ივლისს არ გამოეცხადებინა. ანუ ეს იყო თუ არა ამ წერილის ესე ვთქვათ ეკო, ოღონდ ჯერ კულისებში. ამაზეც პირდაპირ მოდი გულწრფელად ვიპასუხებ. ამბავი რა არის? ღარიბაშვილი არის წარსული ბიძინასთვის. ანუ არ განიხილება, რომ ჩემ აზრს გეუბნებით. არ განიხილება, რომ მას დააბრუნებს. დინარაძე არის კაცი, ვინც ბევრი რაღაც შეუსრულა ბიძინას, იმისთვის, რომ ეს ძველი ძალოვნები და ძველი კორუმპირებული ადამიანები, მათ შორის ივანიშვილიც, ეს ყოველთვის უნდა დავამატო, ივანიშვილის ხელდასმით კორუმპირებულება, მაგრამ ძველი გავლენიანი ადამიანები ჩახსნა მართვის სისტემიდან. ის რომ დინარაძეს წყალი შეუდგა და გადააყენა და ძალაუფლებას მოაშორა, ესეც დიდ წილად ჩემი აზრით არის ფაქტი. რა თქმა უნდა. ოღონდ ივანიშვილი ესე მართავს. ანუ მართავს ეხლა ინტენსიურად, რომ არავის არ კონდეს მის გამოთ ძალაუფლება და ერთმანეთი დაჭამონ და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ არ ნიშნა და აი მაგაზე გააკეთა შეიძლება ღარიბაშვილმა ფსონი და როცა შეხედა რომ დინარაძით დაიჭირეს
ციხეში ჩასვეს და ფაქტობრივად კორუფცია სამართლებრივად გაუფორმეს მას ეს რო შეხედა ღარიბაშვილმა და მერე შეხედა რომ დინარაძეს ფეხი გადაუბრუნდა მერე გააკეთა საჯარო შეთავაზება და საჯარო შეტევა ივანიშვილზე რომ მოდი ახლა ყველაფერი გადააბრალე დინარაძეს და მე დამაბრუნე საბოლოო ჯამში მე ეგრე უყურებ რომ ეს იყო მისი მხრიდან შესაძლებლობის ფანჯარის დანახვა ღარიბაშვილის მხრიდან რომ აი მე ხო დინარაძით მომიშორეს დინარაძის ხელით ეხლა ხომ დინარაძე მოიშორეს და თუ არის ჩემი დაბრუნების შანსი რეაბილიტაციის ეხლა არის შანსი. ამ წერილებით რას ვიგებთ სისტემაზე? ამ წერილებით მარტივად ვიგებთ იმას, რომ ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად, აბსოლუტურად, ქვეყანა იმართება ისე, რომ პრემიერ-მინისტრსაც არ აქვს არანაირი ძალაუფლება, სუსის უფროსაც კი აღმოჩნდა ილუაშვილს არ აქვს არანაირი რეალური ძალაუფლება, არ ვიცი ამ კაცმა როგორ მოახერხა ეგრე, რომ პრემიერ-მინისტრი და სუსის უფროსი გულისხმობ ილუაშვილს და ღარიბაშვილს ორივე ესმოდა, რომ მოდიოდა ციხე მათკენ და ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ ხალხმა. ლილუაშვილმა და ღარიბაშვილმა ესმოდათ ორივეს 2024-25 წლებში რომ ციხე მოდიოდა მათგან და ისინი იყვნენ პრემიერ-მინისტრი ერთი ყოფილი მეორე სუსის უფროსი მაგრამ ვერ ქნეს ამ წერილით ვიგებთ იმას რომ ივანიშვილი ესე მართავს ადამიანებით მართავს ამ ადამიანებს აძლევს რაღაც დავალებებს რომ აი შენ ეს გააკეთე და მენეჯმენტში არ შემაწუხო მე ადგება და აუშარდება რომ ეს მე როდის გითხარი მე სხვას მოიყვანს ეხლა ეს ამ წერილების სერია მისთვის ცხადყოფს თუ არა რომ ღარიბაშვილის кейსი უმტკივნეულოდ ვერ დასრულდა. ეხლა რაღაცნაირი საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია. ანუ იქნება თუ არა უკმაყოფილო ამ პროცესით, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს და შეიძლება თუ არა რაიმე ტიპის გამოხმაურება იყოს მის. მე გულწრფელი ვიქნები და გეტყვით რომ მხოლოდ დადებითად უყურებ ამ ფაქტს, რომ ღარიბაშვილი ციხეშია. არ ვიცი ვინ რატომ უნდა შეტკიოდეს გული. აწი ქართული ოცნება რამდენი თვე თუ რამდენი წელი იქნება ხელისუფლებაში, ზუსტად არავინ არ იცის, ხო? მაგრამ მინიმუმ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც კორუფციულ დანაშაულებებში აი ამ ფორმით გაეხვევა, აი ამ სიტყვას ვიტყვი, ესე ნაგლად ადგება და ათობით და ასობით მილიონს მოპარავს ქართულ ხალხს და მე ეტყვიან, რომ აი შენი შვილი ჩარტერით რატო გაუშვიო და მამაჩემმა გაუშვა პენსიონერმაო, აი ვინც ესე მოექცევა ქართულ ხალხს, ყველას აქვს საფრთხე, რომ მოხვდეს ციხეში. არა აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ამბავი, რომ თუნდაც პრემიერ-მინისტრი და თუნდაც სუსის უფროსი კორუფციის გამო თუნდაც არიან ციხეში, ზოგადად არის კარგი. ამის შემდეგ თუნდაც ივანიშვილმა დაავალოს შემდეგ სხვებს, რომ კორუფციას მოუმატონ, მინიმუმ დაფიქრდებიან იმაზე, რომ ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ამიტომ ის რომ ცუდი ხდება, რომ ღარიბაშვილი ციხეშია, მე საერთოდ არ ვფიქრობ ეგრე. ხო, ეს ასე არისო ჩემი კითხვა ფორმულირებული, მაგრამ კი ბატონო, ერთ-ერთი ვერსიით ამ ვერსიაც ეს ვერსიაც მოვისმინეთ, ღარიბაშვილი სულაც არ არის გამორიცხული, იხსენებენ ქსელში შემხვდა რამდენჯერმე გაზიარებული ძველი ვიდეო, სადაც პირველი წასვლის დროს პრემიერობიდან ივანიშვილი ამბობდა, რომ ნუ კარგია უკაცო, მშვენიერი სათადარი გოა, ანუ ოცნების მიღმა, რომ რაღაც პოლიტიკაში შემოვიდეს და მხოლოდ აი ნაციონალური მოძრაობა არ იყოს. ან მოკლედ აქვს რესურსი, რომ იყოს პოლიტიკის ნაწილი. ხო, მსგავსი და ხომ არ არის ახლა ამის გაგრძელება მით უმეტეს ასევე იხსენებენ რომ მაგაზე მოკლედ კი პასუხე დიანა რომ ფარომ ცუდი ოპოზიცია გვყავს და შემდეგ ეყოლებათ პასუხე რომ აღქმები რომ ივანიშვილი ესე მართავს ვიღაცას წინ წაწევს უკან გამოწევს და ზოგადად ეგრე არის კი ეგ არის მაგას ეჭიდება ღარიბაშვილიც ახლა მაგრამ ღარიბაშვილზე ვიტყოდი ერთ რამეს რომ მას მოიხსენებენ როგორც კახური კლანის წარმომადგენელს და კახურ კლანს ესაა კაცი რომელიც მგონი ყველაზე დიდხანს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამი და ჯამში ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყველაზე დიდხანს იყო და კახური კლანის წარმომადგენლად მოიხსენიებდა და დღესაც 2026 წელს საიდანაც არის ღარიბაშვილი დედოფლის წყაროში და სიღნაღში სასმელი წყალი არ არის. აი ღარიბაშვილი ჩემთვის არის ეს. სიღნაღში და დედოფლის წყაროში 2026 წელს ამ ქვეყანაში აქ შეგედავებული სასმელი წყალი ყველგან უნდა იყოს. მაგრამ ის რომ პრემიერი უნდა იყოს არის ბევრ ადგილას მაგრამ თავის ქალაქზე ზრუნავდეს მარტო ან თავის კუთხეზე ეგ მithქვამს მე გეუბნები რომ მას თბილისში ხანდახან არის რუსთავში მიდის ქუთაისში არის მაგრამ მიდის მე არ მithქვამს ეს ყველგან უნდა იყოს გასაგებია მაგრამ დიდ ნაწილში ხო არის მაგრამ განსაკუთრებით არ არის ყველაზე მეტად სიღნაღში და დედოფლის წყაროში ტურისტულ ადგილებში თუ სადმე აწუხებთ უწყლობა არის ეს და ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი ორჯერ და ის რომ ბევრი რაღაც ვერ გააკეთა მოიპარა ფაქტია მაგრამ ის რომ წყალი არ გააკეთა, თუნდაც სიღნაღში და დედოფლის წყაროში ეგეც ფაქტია. კი ბატონო, საინფორმაციო დღის წესრიგს დაიპყრობს და მეტი არაფერი გაგრძელება სამამბისგან არელით.
არა, არაფერს არ ველოდები. ნუ ფაქტია რომ დაიპყრო. მე ვიტყვი მოკლედ თუ არაფერს არ ველოდები, ის არის კომპლიკირებული. შეიძლება წერილები შეწყდეს და შეიძლება 5 წელს დაუმატონ 6 წელი. და ალბათ 11 წელი იჯდეს, არ ვიცი. ანუ ასე ვთქვათ, გაიუარესოს მდგომარეობა ამ აქტიურობით. ჩემი აზრით ესე არის. ჩემი აზრით, ხო, მაგრამ ის წესით ხომ უნდა გავს ჩანს რომ ის გაიუმჯობესებს სიტუაციას, თუ ამოიღებს ხმას, თუ მოყვება როგორ იპარავდა, თუ მოყვება ივანიშვილმა როგორ უთხრა რომ მოეპარა, როგორ ლაგდებოდა ამით როგორ გაიუმჯობესებს. გეტყვით როგორაც გაიუმჯობესებს, როგორ მიქონდა ივანიშვილთან ფული, როგორ რიცხავდა სხვადასხვა ადგილას ფულს, შავ სალაროს როგორ აკონტროლებდა ეგ, როგორ აკეთებდნენ ფულს და ატკატებს ეგ და ბატონი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ასევე გარეთ არის და გაუგებარია რატომ არის გარეთ, როგორ იყვნენ შეკრულები ერთად და როგორ აკეთებდნენ ამ ფულს. მოყვეს ეს ამბები. აი ციხიდან რო ყვება ბატონო ბიძინა. როგორ გაიუმჯობესებს. გეტყვით ბატონო ბიძინა, მე თქვენი ერთგული ვარ. დამაბრუნეთ რომ ისევე მოვიპაროვო. იცით რა, მაგრამ საჯარო აღქმაში თუ არასაჯარო აღქმაში მე კობახიძე მირჩევნია ღარიბაშვილს. იმიტომ რომ კობახიძეზე არანაირი ეგეთი მანიაკალური კორუფციული მიდრეკილებები არავის არ უთქვამს, რაც უთქვამთ ღარიბაშვილზე, ხო? და ღარიბაშვილს თუ უნდა ქვეყნისთვის კარგი გამოვიდეს, მოყვეს დეტალურად ივანიშვილთან ერთად, როგორ ძარცვავდა ქვეყანას, ამით გაიუმჯობესებს ისე, რომ იქნება მერე უკვე მართალი და მერე უკვე ჩვენს გული შეგვტკივა და გვეთკინება მის პატიმრობაზე, იმასაც ვიტყვით, რომ პოლიტიკური პატიმარია შეიძლება, თუ ყველაფერს ფაქტებს დადებს და ხელისუფლება რო შეიძლება რეაბილიტირებაც მოხდეს მისი, თუ ყველაფერს მოყვება. თუ არაფერს არ მოყვება და ეხა ბატონო ბიძინა გთხოვ მე დამაბრუნე რომ მოდი ისე ფული მოვიპარათო, ნუ ეგრე არ გამოვა. კი ბატონო, საინფორმაციო დღის წესრიგზე კითხეთ, რაღაცნაირად ისე იკვეთება, რომ თუ წერილების წერა გაგრძელდება, დიდხანს ყურადღების ცენტრში იქნება ღარიბაშვილი, იმიტომ რომ მისგან უცხოა მაინც ვიბრძვი იქ ივანიშვილის დავალებით იქ ბინარაძე, მოკლედ გაჩნია ვიზზე ვინ ლაპარაკობს. აი ამ პროცესის პარალელურად იყო, ასე ვთქვათ, ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში ყურადღების მიპყრობას მიხეილ სააკაშვილი, ახალი წევრები, ასე ვთქვათ, იყო დიდი გადაძახილი სოციალურ ქსელში ძირითადად. ეს რაღაცნაირად აი ამ დღის წესრიგისთვის ბრძოლა იყო თუ როგორ შეაფასებდით ამ ნაწილს? ჩემი აზრით, საუკეთესო კამპანია, რაც ოპოზიციას უწარმოებია, არის 26 მაისს დაანონსებული კამპანია. აი ახლა აქცია რომ იყო საქართველოს იმსახურებს უკეთეს და ყველა მიმართულებით საქართველოს იმსახურებს უკეთეს ყველა მიმართულებით, როგორც ღარიბაშვილი კობახიძის მიმართულებით, ისე ზოგადად ოპოზიციის მიმართულებით. არ ვიცი, ანუ არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ოპოზიციის კრიტიკას ხელი მივყო, უბრალოდ შეკითხვა არის, უბრალოდ რა რიტორიკაც გვესმოდა 2 წელი, რაც გვესმოდა ოპოზიციიდან 2 წელი, რომ აი ახლა კარგად მივდივართ, სწორად მივდივართ, რომ ერთობა არის გამოსავალი, რომ ახლა ერთად ვართ, რომ ახლა ალტერნატივა გავაკეთეთ, რომ ვისაც არ გჯერათ, თქვენ ხართ ჩასარეცხები და ცუდები და თქვენ ხართ რაღაცა მფრინავი მაიმუნები და ასე შემდეგ. თქვენ როგორი აგრესიული კამპანიაც იყო 2 წელი იმ ხალხის მიმართ, გულისხმობ მათ შორის ჩემს თავს და ჩემ მეგობრებს, მათ შორის და კიდევ სხვებსაც, ვისაც არ გუჯეროდა რომ ოპოზიცია იქცეოდა სწორად, ეხლა გამოჩნდა რაც ხდება. ეხლა მე რაც გავიგე გარჩევებიდან არის რომ 2024 წლის ოპოზიცია რას ყვება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილზე გასულა თურმე ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 55%-ით. მეორე ადგილზე მთელი ოპოზიცია ამტკიცებს რომ გასულა ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ცვლილებებისთვის, იმიტომ რომ უყიდია თურმე, მე ამას არ ვამბობ. ოპოზიცია ამტკიცებს რომ პირველ ადგილზეც ბიძინა ივანიშვილი გავიდა. მეორე ადგილზეც ბიძინა ივანიშვილი გავიდა. მეხუთე ადგილზე გახარია პარლამენტისთვის პარტიაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა და 80% აუღია 2024 წელს ბიძინა ივანიშვილს ყველა გაყიდულია. და მე 2 წელი გვიმტკიცებდნენ რომ 80% რო აიღო თურმე ბიძინა ივანიშვილმა თურმე ამ არჩევნებში გვიმტკიცებდნენ რომ აი ახლა მალე ჩამოიშლებაო, ვაკეთებთო ალტერნატივასო და აი ახლა ჩამოიშლებაო. აი ახლა ჩამოიშლება ივანიშვილიო და ამას შეეწირა ამის გამოც იყო ბოიკოტი, იყო მათ შორის მეორე არჩევნების ბოიკოტი, იყო ფინანსური რესურსის დაკარგვა, 100 მილიონი დაკარგვა ოპოზიციამ 4 წლის მანძილზე, იყო სრული მარგინალიზება და იყო აბსოლუტურად
ის სიტუაცია, სადაც მოვედით, ხო? და შეკითხვა არის მარტივი. 2 წელი სწორად ვიარეთ? ანუ ეხლა აგვისტოში, 2026 წლის აგვისტოში ოპოზიცია რა მდგომარეობაშიც არის? სწორ მდგომარეობაში არის? თუ სწორად ვიარეთ? მაშინ ზუსტად ესე უნდა გავაგრძელოთ სიარული. უნდა გავაგრძელოთ ბოიკოტის პოლიტიკა, უნდა გადავკეტოთ მაშინ გადათხრილი რუსთაველი და ესე უნდა გავაგრძელოთ და ჩამოიშლება. აი ეგრეთ და როდესაც მე ვამბობდი მაგალითად, რომ აი, ნუ ვიტყუებთ თავს, მაშინ გამოვდიოდი მოღალატე. საქმე ისაა, რომ 2024 წელს ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა. თუ არ დამარცხებულა, არაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება არჩევნებში მოიგო 2024 წელს. მე არაფერი არ შეიცვალოს და მე თქვა რომ ეხა ხალხო არჩევნებში მოდით, კიდე უნდა მოვიგო. რამდენჯერ უნდა მოიგო? ერთხელ ხო მოიგე. ხო და მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს? მაგის გარდაც ოპოზიცია დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, რომ გაფორმდეს. მაგის გარდაც ოპოზიცია დადის, ოპოზიციის ნაწილი დადის რეგიონებში და საუბრობს რაღაც პრობლემებზე. კი, დაიწყო სხვადასხვა დღეს ახალი კოალიცია დროას წევრი პრობლემებზე მეუბნებათ, რომელიც ამბობდა, რომ შუქრუთში ვიყავით და მათი პრობლემებით დავინტერესდით და კი მესმის გავიგე ნუ ამ კონკრეტულ კოალიციაზე არ ვიტყვი ზოგადად ვიტყვი რომ როდესაც ოპოზიცია მიდის და ხალხს ეუბნება რომ ეს პრობლემა გაქვთ და ეს პრობლემა ესეა გადასაჭრელი და ეს პრობლემა გაქვთ თურმე და ესეა გადასაჭრელი მან პასუხი მარტივია მე ხალხის მხრიდან კი ეგრეა გადასაჭრელი კი გეთანხმები შენი გადაჭრის გზას ვეთანხმები ეხა რა ვქნათ არჩევნებზე მოვიდე, ხმა მოგცე, გაგაძლიერო და გადამიჭრი პრობლემას. თუ ქუჩაში გამოვიდე და რევოლუცია მოვაწყოთ და ესე გადამიჭრი პრობლემას და ოპოზიცია ვერცერთს ვერ ამბობს. რაც შეეხება ხალხის პრობლემებს და ეკონომიკას და ასე შემდეგ. რა ამაზე მინდა ვთქვა. დღეს საქართველოში, აი თუ მექნება დრო, ვიტყვი მოკლედ. დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად უნიკალური სიტუაცია. დღეს საქართველო არის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ზუსტად გზაჯვარედინზე. ან ჩვენ მოვახერხებთ ახლა რომ ამ ეკონომიკურ დიდ ქარტეხილებს, რაც ჩვენს რეგიონში არის, რასაც დიდ წილად რაღაც ეტაპზე შეიძლება რაღაც ჯგუფებმა გამოიყენეს ეს ყველაფერი, მაგრამ ან ჩვენ მოვახერხებთ და გადავალთ სამართლიანი ეკონომიკის რეჟიმში და საქართველოს ექნება შანსი მართლა გაარღვიოს და 60 წელიწადში სიღარიბე სრულად დაძლეოს და ვიყოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა და ამის შანსი ნამდვილად არის და შემიძლია ამაზე დიდხან გესაუბროთ, რა ხდება რა მიმართულებით, ან უბრალოდ ისევ დარჩება კრონიკ კაპიტალიზმი. საქართველოს დღეს აქვს აბსოლუტურად უნიკალური შანსი და ორი მთავარი მიმართულება არის სოფლიოში, რაც არის ტექტონიკური ძვრები არის. პირველი ტექტონიკური ძვრა არის, თუნდაც ეს არის გლობალური დათბობა, რომელზე ეს არის დიდი ტრენდი, რაც მიდის და საქართველოს აქვს ამ შემთხვევაში აბსოლუტური კონკურენტული უპირატესობა საკუთარი სოფლის მეურნეობით და კლიმატის მართვით მოახდინოს საკუთარი სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის რამდენჯერმე გაზრდა და ამაზეც ვიტყვი და მეორე არის ხელოვნური ინტელექტი და AI ინფრასტრუქტურის განვითარება და დატა ცენტრები, სადაც საქართველოს აქვს უალტერნატივოდ ძალიან მაგარი პოზიციები იმისთვის, რომ მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღოს. ჯერ ერთი დავიწყებ იმით, რა, ორივე შემთხვევაში იქნება ეს მართლა გლობალური დათმობა თუ ხელოვნური ინტელექტი, ორივე შემთხვევაში კონკურენტული უპირატესობა მას აქვს, ვისაც რეალურად ვინც მართავს მტკნარ წყალს და მართავს ან წყლების მართვა შეუძლია. საქართველოში ჩვენ რას აკეთებს გლობალური დათბობა და მათ შორის ჩვენ ვნახეთ ჩვენ შემთხვევაში და ევროპის შემთხვევაში. არა, ეს არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია. პირველი რაც არის, ეს არის კლიმატის ინტენსიფიკაცია. ანუ, როდესაც სადაც იყო გვალვა და იქ უფრო მეტად ძლიერდება გვალვა. სადაც იყო წვიმები და ნიაღვრები, ხედავთ რომ თბილისში ჩაიძირა მაგალითად წყალში და ძლიერდება. საქართველოს ჭირდება საირიგაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია. პირველი მაგალითად ილტოს წყალსაცავი, რომელიც არ აშენდა თუ 10 წელია და კახეთში, სადაც 50,000 ჰექტარს ვწყავთ მხოლოდ და სომხეთი რწყავს ჩვენზე მეტ ჰექტარს მრავალწლიანი ნარგავებით. კახეთს აქვს აბსოლუტური პოტენციალი, რომ მინიმუმ გააოთხმაგოს მრავალწლიანი კულტურებიდან შემოსავალი. ჩვენ გვჭირდება წყალსაცავების აშენება, როგორც დალისფთის წყალსაცავის, ისე ილტოს წყალსაცავის, ისე საირიგაციო სისტემების მოწესრიგება და ფულს არ ითვისებენ და არ დებს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით და პირველი პრობლემა ეს არის. მეორე მიმართულება არის დატა ცენტრები, რომელიც ბუმიც არის, რომელსაც აშენებს სომხეთი და რომელსაც აშენებს 20 ჯერ ძვირი უჯდება საუდის არაბეთი. შეიძლება გახდეს ამის რა პირობების ჭირდება დატა ცენტრებს ჭირდება მწვანე ენერგია და საქართველოს აქვს მწვანე ენერგია. დატა ცენტრებს ჭირდება სიგრილე და ჭირდება წყლით, ანუ გამდინარე წყალი, რომელიც მას გააგრილებს და საქართველოს აქვს ამის უნიკალური რესურსი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 20 ჯერ ძვირი უჯდება საუდის არაბეთს ამ დატა ცენტრების შენახვა, ვიდრე მაგალითად ჩვენ
გვიჭდებოდა ქუთაისთან ახლოს. ვინმე ფიქრობს ამაზე, ანუ მე გეტყვით, ქუთაისში დახალია რას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავის დროზე მოკლეს, ქუთაისში გაიხსნა რაღაც ტიპის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რაც კარგია. გაიხსნა ქუთაისში ასევე ტექნოლოგიური ჰაბი, რაც კარგია. ქუთაისთან ახლოს არის ასევე საერთაშორისო აეროპორტი, არის მტკნარი წყლის რესურსი და განახლებადი რესურსი. იქ არის მინიმუმ $1 ინვესტიცია ჩასადები იმისთვის, რომ აღდგეს, გაკეთდეს იქ ხელოვნური ინტელექტის დატა ცენტრი, რაც მოიტანს რას. ჩვენ დღეს უბრალო მომხმარებელი, ქართველი მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტში, რასაც იხდის, შეგვიძლია მინიმუმ 3-ჯერ, 4-ჯერ შევამციროთ ფასი. ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი კომუნალური მომსახურება. აქამდე როგორ იყო? ადამიანებს არ ქონდათ კანალიზაცია და გაჩნდა ქსელი და კანალიზაციის ქსელი. არ ქონდათ წყალმომარაგება და გაჩნდა წყლის მომარაგების ქსელი. არ ქონდათ გაზმომარაგება გახდა. არ ქონდათ ელექტროენერგია, ინტერნეტი და ეს ყველაფერი გაჩნდა. გაჩნდა დღეს მსოფლიოში ახალი კომუნალური მომსახურება, რომლის გარეშეც უბრალოდ არსებობა მომავალში იქნება შეუძლებელი. და ეს არის AI ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტის, რაც არის გამოთვლები. ამ გამოთვლებს თუ აკეთებენ ნიუ-იორკში და ჩვენ 12000 კილომეტრიდან ინტერნეტით უნდა წავიდეთ ნიუ-იორკში, წამოვიღოთ ეს კომუნალური მომსახურება და მოვიტანოთ ქუთაისში ან თბილისში, ეს გვიჯდება მინიმუმ 4-5 ჯერ ძვირი, ვიდრე აი აქ გავაკეთოთ. ციფრული ინფრასტრუქტურა, ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა და ტრადიციულ ინფრასტრუქტურაში ამერიკაში რამდენი ფულიც იდება, 3-ჯერ მეტი იდება უკვე ციფრულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ გვჭირდება ციფრულ ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადება, გვჭირდება წყალსაცავებში, ირიგაციაში ფულის ჩადება, საქართველოს ინფრასტრუქტურას მესმის რომ ესა ჭირდება გაცილებით მაღალი კაპიტალის დაბანდება და არა უბრალოდ ისო ღარიბაშვილმა ფული წაიღოს და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს მოახდინოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ერთს გეტყვით. კი ბატონო, ნიკა ცოტა ბოლოსკენ წავიდეთ. ჩვენ უნდა მინდოდა მეკითხა რუსოფობიაზე და ტრაქტატზე და თემებზე, მაგრამ გამოვიყენოთ რუსეთიდან შემოსული კაპიტალის. იმიტომ რომ ჩვენ ერთს გეტყვით რა, 2012 წელს, როდესაც სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკა, ანუ ჩააბარა ძალაუფლება, ამის თქმა მინდა, ქვეყნის ეკონომიკა იყო $16 მილიარდი. 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა იყო 15-16 მილიარდი $. 2020 წელს იცით რამდენი იყო? 15-16 მილიარდი $. ისევ. 8 წლის მანძილზე ჩვენი ეკონომიკა დოლარში გამოსახული ნომინალურად არ გაზრდილა, მაგრამ 2026 წლის პროგნოზი არის 45 მილიარდ $-მდე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათ შორის რუსეთიდან შემოსული ფულიც თუ ტურისტებიც და ასე შემდეგ, ოღონდ ეს უნდა გამოვიყენოთ სახალხო კაპიტალიზმის პირობებში, არა კრონიკ კაპიტალიზმის პირობებში. ჩვენ ამ ფულით უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, რომელსაც შეუძლია 3 მილიარდიანი და გახდეს 18 მილიარდიანი ინდუსტრია, განვავითაროთ დატა ცენტრები, განვავითაროთ გზები და ეგრე არ უნდა იყოს როგორც ვილაპარაკოთ ამ თემებზე უფრო მეტი სამომავლოდ. ნიკა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ნიკა ობოლაძე იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ.